დღეიდან პედაგოგებისათვის საგნობრივი გამოცდები დაიწყო. პირველი გამოცდა მათ ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარეს. თელავის საგამოცდო ცენტრში სულ 116 პედაგოგი გამოიცადა. მასწავლებელთა გამოცდის პარალელურად საგამოცდო ცენტრებში აბიტურიენტებისათვის ქართული ლიტერატურის გამოცდა გაიმართა. აღნიშნულ საგანში გამოსაცდელად სულ 233 აბიტურიენტი გავიდა. დღესვე გამოცდა ჩააბარეს სტუდენტებმა გრანტის მოპოვების მიზნით. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით გამოცდები ქვეყნის მასშტაბით მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. დღეს არის ქართულ ენასა და ლიტერატურაში პედაგოგებისათვის და პარალელურად მიმდინარეობს აბიტურიენტებისათვის ლიტერატურაში გამოცდა. პედაგოგები 116 ადამიანი იყო დარეგისტრირებული და 12 არ გამოცხადდა. აბიტურიენტებიდან 227 იყო დარეგისტრირებული, 4 არ გამოცხადდა. დღის მეორე ნახევარში დაიწყება უკვე გრანტის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით უკვე სულ რაოდენობა გვაქვს 7 სექტორი, შედარებით ნაკლები რაოდენობა. პედაგოგებისა გაგრძელდება ისე 5 საათი და 30 წუთი და ლიტერატურის გამოცდა აბიტურიენტებისა 4 საათი. დღეს ჩავაბარე ლიტერატურაში, სხვათა შორის რთული იყო იმ მხრივ, რომ არ იყო სავარაუდო პასუხები და იყო ძირითადად გაიხსენე და ძირითადად დაგწონდა ტექსტის შინაარსი დაწვრილებით ამ მხრივ იყო ცოტა რთული. ვაბარებ მეხუთე საგნად და როგორც მოველოდი რომ რთული იქნებოდა და მაქსიმუმად არ ვიყავი ისე მომზადებული, მაგრამ არ იყო ასეთი რთული, საკმაოდ ადვილი იყო და თემებიც მომეწონა ძალიან და ყველაფერს თავი გავართვი და იმედია შედეგი სახეზე იქნება.